რეკომენდაციები ბავშვთა ონკოლოგიის სერვისების გასაუმჯობესებლად საქართველოში ამ სფეროში არსებული ვითარება საერთაშორისო ორგანიზაციებმა შეისწავლეს. რეკომენდაციები რამდენიმე მიმართულებას ეხება. ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტები მიიჩნევენ, რომ უნდა შეიქმნას ბავშვთა ჰემატოლოგია ონკოლოგიის საბჭო, რომელიც ამ მიმართულებას ზედამხედველობას გაუწევს. ასევე გაერთიანდეს ყველა სერვისი, დაიხვეწოს სტანდარტები და რეგულაციები, გადამზადდეს სპეციალისტები და შეიქმნას პაციენტთა ერთიანი რეესტრი. საერთაშორისო ექსპერტებმა საკუთარი კვლევის შედეგები დღეს ჯანდაცვის მინისტრთან და სოლიდარობის ფონდის ხელმძღვანელთან ერთად გამართულ ბრიფინგზე წარმოადგენს. ორი წლის თავზე ჩვენ იმედი გვაქვს, რომ სრული მასშტაბით ამოქმედდება ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ცენტრიც ბავშვებისთვის, მაგრამ ერთი წლის შემდგომ გვაქვს იმედი, რომ ყველა სხვა ძირითადი ელემენტი, ფუნდამენტური ელემენტები, ინფექციის კონტროლის და სტანდარტული თერაპიისა იქნება უკვე საქართველოში და შემდგომ მოგცემ საშუალებას, რომ განსაკუთრებით ძვირადღირებული და მაღალტექნოლოგიური სერვისებიც უკვე დაემატოს.